მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს. ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს, ასე რომ მოიმარჯვეთ სასმელი, წყალი, ყავა, ჩაი, რაც გიყვართ. პლუს ამას პროექტი, რაზეც მუშაობთ, რომ არ დავკარგოთ დრო. შესაბამისად, ყველაფერთან ერთად თუ კომენტარში დამიწერთ, რას აკეთებდით, როდესაც ამ ვიდეოს უყურებდით, იქნება ძალიან საინტერესო, ესეთი ჩელენჯი. ამ ვიდეოს რაც შეეხება, ეს არის ერთკვირიანი ვიდეო ვლოგი, როგორც ყოველთვის ტრადიციული 4 შაბათ დღეს და დღეს არის 4 შაბათი, არის 26 მარტი და მზად ვარ გაგიზიაროთ, რაზე ვმუშაობდი მთელი კვირის განმავლობაში. მაქვს დასრულებული პროექტი, განვითარებული ერთი პროექტი და ეს იმას ნიშნავს, რომ წინა ვიდეოში ნაჩვენები 5 პროექტიდან გვაქვს -1 და 1 განვითარებული. დანარჩენი პროექტებისთვის ჩემ და სამწუხაროდ ფიზიკურად ვერ მოვიცალე, რომ პატარა რამე დეტალი მაინც მიმემატებინა. ასე რომ გული არ გვწყვება, გვაქვს ერთი დასრულებული უზარმაზარი ნივთი და ეგეც ძალიან მაგარია. ასე რომ ახლა გაჩვენებთ ყველა იმ ვიდეო ნაწყვეტს, რაც გადავიღე მთელი კვირის მანძილზე, ბოლოში შევხვდებით ისევ ერთმანეთს და გაგიზიარებთ უკვე დასრულებულ ნივთს, როგორ გამოიყურება და გაგიზიარებთ ნივთს, რომელიც ყველაზე მეტად განვავითარე ამ კვირის მანძილზე. ვიდეო ვლოგის ჩაწერა დავამთავრე და პატარა ნაწყვეტებს ვიღებ, რაც უკვე ნახეთ წინა ვიდეოში და აი ესე გამოიყურება ჩემი პატარა კუთხე. თითამით ფერები გავასწოროთ. აი ასე. პარალელურად მაქვს აქ ჩაისმის რიტუალი გემრიელობებით ამანათი, რომელიც უნდა გავხსნა. მაგრამ ძალიან გავერთე ესეთი ლამაზი კადრების გადაღებით და მინდოდა რომ ამ ვიდეოშიც ყოფილიყო ეს პროცესი. ანუ ძველი ვიდეო არ მაქვს დარედაქტირებული, მაგრამ უკვე ახალი დავიწყე. მოკლედ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე ასე და ძალიან მიხარია რომ ამჯერად გამოვიდა. მოკლედ გავაგრძელებ მონტაჟს, რომ მალე გაგახაროთ ვიდეოთი. ახლა კი გავაგრძელებ ჯერ გადაღებას, პატარა ნაწყვეტები კიდევ დამრჩა რამდენიმე გადასაღები. როგორც იქნა მოვიცალე ამ ჯემპრის დასამთავრებლად. საყელო გავაფორმე, ეხლა რა თქმა უნდა კარგად არჩენს, მაგრამ ჩანაფიქრიც ეგ იყო. მინდა რომ საბოლოო ჯამში შევაფასოთ, როგორი გამოვიდა ეს ნივთი. კლავს ვამთავრებ, მეორე დამთავრებული მაქვს უკვე მეორე მკლავი. ეხლა ვამთავრებ ამას და ძაფირად დამრჩება უკვე სიგრძეში გავუშვებ, რადგან სიგრძეც მოქსოვილი მაქვს იქამდე, რომ მხოლოდ რეზინი დარჩა. მოსაქსოვი და თან მინდა გავიგო, აი ესე ბურთულებად მაქვს ამოხვეული, რამდენი დამრჩება ძაფი ჯამში აი ამ მკლავის დამთავრების მერე, რომ მთლიანად გამოვიყენო ქვედა რეზინაზე და იმის მიხედვით გადავწყვიტო, ერთ ბურთულას უხსნი ახალს თუ ორს, აი ესეთი ნარჩენები მაქვს ამ ეტაპზე. და ეს ყველაფერი არის ორ წვერში ამოხვეული, ანუ ესენი. ორ წვერში ვქსოვ აქედან და ორ წვერში აქედან. ეს უკვე მორჩენილია, ეს ეხლა არის პროცესში და როდესაც დამთავრდება მანჟეტი, მეცოდინება აქედან რა დამრჩება და რამდენ რიგს მოხსოვს, ჯამში უნდა იყოს 20 რიგი რეზინი და გავიგებ ორი ახალი ბურთულა უნდა გავხსნა თუ ერთით საკმარისი იქნება. ამ რეზინას ვქსოვ 4 მმ ჩხირზე, ამაზე უკვე მაქვს ნასაუბრები, მე მგონი წინა ვიდეოში. წინა ესეთი ცოტა არეულობა მაქვს.
მაგრამ სამაგიეროდ ყვავილები და ჩაი მიხალისებს ქსოვის პროცესს. აი ესეთი ახალი ხალიჩა. სხვათა შორის გორგიაშია ძალიან კაი ფასდაკლებები. ამ ვიდეოს გამოქვეყნების დროს იქნება თუ არა არ ვიცი, მაგრამ ორი ესეთი ფარდაგი შევიძინე 32 ლარი და რაღაც ხურდები ღირდა თითო 150 სანტიმეტრი 80-ზე ძალიან ლამაზებია და არის ძალიან კარგი არჩევანი სხვადასხვა ფერთა გამაში. ასე რომ თუ დაინტერესდებით შეგიძლიათ მიაკითხოთ. ახლა გავაგრძელებ ქსოვას, მერე ფრჩხილები მაქვს მოსაწესრიგებელი და მაქვს იტალიურის გაკვეთილი. როგორც იქნა მოვახერხეთ და განვაახლე სწავლა. თორე რაღაც დიდი პაუზა გამომივიდა, რაც ძალიან არ მომწონდა. მოკლედ, ესეთია ჩემი ქსოვითი პროგრესი ჯერჯერობით. საყელო გაფორმებული ერთი მკლავი მოქსოვილი და მეორეს ვამთავრებ. მერე ქვედა ნაწილი და იმედი მაქვს რომ დღის ბოლომდე ამ ჯემპრს დავამთავრებ. მოკლედ, აი ესე ვიქნები მთელი დღის განმავლობაში, რომ არაფერმა შემიშალოს ხელი. აი ესეთია. აი ესეთ დიდ კოსმეტიკის ჩანთაში, ოღონდ რატო ქვია კოსმეტიკის ჩანთა არ ვიცი, ამაში კოსმეტიკა არასდროს ჩამიდია. მიდევს ეს უზარმაზარი ჯემპრი და თავისუფლად ეტევა შიგნით. აი უპრობლემოდ პლუს ამას აი აქ ჯიბი აქვს, რომელშიც 2 ცალი ბურთულა ძაფი მიდევს ხოლმე. მიდევს სანტიმეტრი და მარკერი მქონდა აქ. აგერ არის. რაც მჭირდება, ყველაფერი დევს. მარკერი ხა 2 ცალი მჭირდებოდა სულ შესაბამისად ესე გდია. თუმცა ზოგადად სხვა პატარა ატრიბუტებიც თავისუფლად ეტევა. პლუს ნაკრები, რადგან ჩხირებს აქტიურად ვცვლი. ეს არის ნაკრები, რომელიც მე თვითონ შევკარი სხვადასხვა ჩხირებით და რაც აქ არ არის, ყველა პროცესშია. კიდე ერთი ნაკრები მაქვს კუბიკი ხის ჩხირების, რომელიც აბსოლუტურად ყველა არის აი ესეთ ორგანიზერში, რადგან იქიდან ჯერჯერობით არც ერთს არ ვიყენებ. მოკლედ ფერი ძალიან მომწონს, კონტრასტი ნაცრისფერთან ძალიან ლამაზია, მაგრამ ნივთით უკვე ძალიან დავიღალე, რადგან საკმაოდ დიდი ხანია იქსოვება. დიდი ზომაა ძალიან, თითოეული რიგი შეგრძნება მაქვს, რომ არ მთავრდება. ასე რომ გავაგრძელებ ქსოვას, ახლა ერთი წამით საათი გამოვაჩინო, რომ ვნახოთ რომელი საათია. ახლა არის 12 საათი და დღევანდელი შედეგი არის ზუსტად აი ეს მონაკვეთი პლუს მანჟეტი, ანუ დილის 9 საათიდან ვქსოვ. შესვენებებით რა თქმა უნდა იქიდან გამომდინარე, რომ ანუ ვისაუზმე, ცოტა რაღაცა სახლი მივალაგე, სარეცხი მთელი ამბები. მაგრამ ეს როდესაც რიგში ცოტა თვალია, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ვიდრე როდესაც ტანზე დაახლოებით 270 თვალი მაქვს ტანზე. შესაბამისად იქ რიგები იწელება უზომოდ დროში. ძალიან კარგი ფერებია ეხა კადრში, მე ძალიან მომწონს. მოკლედ, გავაგრძელე და ვნახოთ რა შედეგი მექნება დღის ბოლოს.
ნამუშევრებზე გადავიდოდე, მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთ წინა ნაწყვეტში, რაც გაჩვენეთ, უფრო ახლო კადრით. ეს არის აი ესეთი ძაფი ბაბინაზე, სადაც გვაქვს, რა თქმა უნდა, სინთეტიკური შემადგენლობა, თუმცა აი ესეთი ბზინვარე ეფექტიდან გამომდინარე, თავი ვერ შევიკავე და ჯერ კიდე 4 თვის წინ შევიძინე ეს ძაფი და ზუსტად აი წინა ნაწყვეტში, რაც გაგიზიარეთ, მივიღე და მქონდა გახსნის ცერემონიალი და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ საინტერესო ნივთს მოგსო ამ ძაფთან ერთად კომბინაციაში. უკვე მაქვს არაერთი იდეა, მათ შორის ძალიან მინდა კონკრეტული კაბის მოგსოვა. თუ მოვახერხე ვიდეო ფოტოს ჩავსვავ, თუ არა და შემდეგ ვიდეო ბლოგში უკვე დეტალურად ვისაუბროთ უახლოეს გეგმებზე, რაზეც მინდა რომ არისთვისაც მინდა რომ გამოვიყენო ეს ძაფი. და ამასთან ერთად ძალიან დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი კონკრეტული კარდიგანის მოსაცავად, ანუ სტანდარტული სადა V-ფორმის საყელოთი კარდიგანი, უბრალოდ ძაფი იქნებოდა 3 ძალი გამოყენებული, ანუ კომბინაციაში ერთ-ერთი ეს, ერთ-ერთი მოხერი და მესამე ძირითადი ძაფი, რომელიც აი ამ ფერს მისცემდა კარდიგანს, ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ საინტერესო ნივთს დავამზადებ ამ ძაფით. კონკრეტულად რომ ვისაუბროთ რა ძაფია და რამდენია, ეს არის Silver Star 6200 Luxury Selections by Rigo. ეს არის მწარმოებელი Rigo, რომელსაც აქვს აი ესეთი ძაფი, ამ ძაფს ქვია პატალი. და მეტრაჟი სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. ამ ძაფის ვერ ხვდები რა შეიძლება იყოს ამ ინფორმაციიდან მეტრაჟი, თუმცა ვიცი რომ დაახლოებით 750 გრამია, ზუსტი მონაცემები არ მახსოვს, შემიძლია ავწონო და ისე მივიმატო ჩემს მარაგებში. ერთი წამით. ავწონო და ისე მივიმატო ჩემს მარაგებში და საკმაოდ ისეთი მასიური ბაბინაა და დარწმუნებული ვარ დაახლოებით 3-4 ნივთი თავისუფლად შეიძლება გამომივიდეს ამ ძაფით და მოუთმენლად დაველოდები შესაძლებლობას ვიმუშაო აი ესეთი ლამაზი პრიალა ბზინვარე ძაფით. ახლა კი ეს არის ერთადერთი შენაძენი, რომელიც ჯერ კიდე 4 თვის წინ არის გაკეთებული და ფიზიკურად არ მქონდა შესაძლებლობა დანარჩენ ვიდეოებში მეშვენები იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ჩემთან ჩამოსული ეს ამანათით ჩამომივიდა, გამომიგზავნეს ამანათით და უბრალოდ დრო ჭირდებოდა აი ამ ყველაფერს, სანამ ყველაფერი შეგროვდებოდა ამ ამანათში და ჩამოვიდოდა, შესაბამისად ეს ძაფიც ელოდებოდა თავიას აი ამ შანსს გამოგზავნისას, შესაბამისად მივიღე ახლა და გიზიარებთ ახლა. გადავიდეთ პროექტებზე, პროცესებზე და დასრულებულ ნივთებზე, შემდეგ ჭრილში. დაპირებისამებრ გიბრუნდებით და მოდით დავიწყოთ იმ ნივთით, რომელიც განვავითარე და ბოლოსთვის მოვიტოვოთ ესეთი ტკბილი დეტალივით დასრულებული ნივთი. პროექტი რაც ვანვითარებდი, აი ესეთ ტომარით დამაქვს, რომელიც ძალიან სახალისო ფერებშია. პლუს ამას არის საკმაოდ დიდი და ტევადი, ეტევა უზარმაზარი ნივთი, პლუს ამას თავისი ძაფები და მოკლედ ძალიან მომწონს. აი ესე გამოიყურება ახლა და ეს არის ჩვენი კიმონო, რომელიც განვავითარებ ყველაზე მეტად. რა ითვლება ჩემ განვითარებაში, ანუ ეს არის ზურგის დეტალი, წინა დეტალი და მაქვს ორივე მკლავის სიგრძე მოქსოვილი ბოლომდე. მოზომვას ვერ შევძლებ, რადგან აი ამ ადგილას არის გადაბმა, ძაფი დამიმთავრდა შუა რიგში. ეს ყველაფერი მაქვს დამაგრებული აი ესეთი გულის ფორმის სტოპერებით. ამ პროექტს ვქსოვ Nitpro Basic-ის 6 მმ ხის ჩხირით. ნუ ყველა მიცით, რომ ხის ჩხირები არის ჩემი ფავორიტი და ყველაზე მეტად მიყვარს ხის ჩხირებით მუშაობა. ძაფი არის ბასტა Lana Grossa-ს წარმოება. გამოიყურება აი ასე. აქ გვაქვს
50% მირინოსი და 50% პოლიამიდი, 50 გრამზე 100 მეტრი. ფერი თითქოს გავს ერთმანეთს, მაგრამ რეალურად არ გავს. ეს უფრო კენკრის ფერისკენ მიდის, ეს უფრო ბროწეული, აი გადამწიფებული ბროწეულისკენ, ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ როგორ გამოიყურება. ერთი წამით. აი ასე, ფოკუსი. რაც შეეხება ჩვენს კიმონოს, თითო მკლავის სიგრძე და თითო მკლავმა წაიღო ერთი აი ესეთი ძაფი მთლიანად, ანუ აბსოლუტურად ბოლო მეტრამდე გამოვიყენე, ნიშნავს რომ ორი მკლავი, ორი გორგალი, ჯამში მქონდა სულ 10 ცალი და ტანზე დამჭირდა უკვე 5 ცალი. მაქვს 3 დარჩენილი და ეჭვმეპარება რომ იმ სიგრძის მისაღებად რაც მაქვს შეკვეთილი მეყოს, შესაბამისად მოგვიწევს დამატება. გუშინ მქონდა მოზომების პროცესი, რომელიც არ გადამიღია სიმართლე რომ ვთქვათ. ყველაფერი სიგრძე ყველაფერი გვაწყობს და გადაწყვეტილება მივიღეთ რომ აი ეხლა რა სიგრძეც მაქვს აქ მოქსოვილი. აი ეს. აი ესე მივიდებ. აი ეს სიგრძე რაც გვაქვს ეხლა მოქსოვილი, აქედან უკვე უნდა ჩავხსნათ. ანუ წინა ნაწილები და ზურგი ერთმანეთისგან განვაცალკევოთ და მოიქცეოს ეს ყველაფერი ცალ-ცალკე. საკმაოდ სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი, რადგან ახლა პროცესში მაქვს საკმაოდ ბევრი თვალი წრეზე და როდესაც მოხდება სამნაწილად გაყოფა, რა თქმა უნდა, შემცირდება და უფრო სწრაფად წავააქსოვის პროცესი, უფრო მალე გაიზრდება რიგები, რაც დამეხმარება იმაში, რომ მალე დავამთავრო ეს ნივთი. თუმცა მერე იწყება ყველაზე საინტერესო, როდესაც გადავალთ აი ამ კანტების დამუშავებაზე, მკლავებზე, აი ამ ჩახსნილი დეტალების დამუშავებაზე, რომელიც უნდა მოხდეს Cool Wool for Socks, Lana Gross's ძაფი წინდის, სადაც გვაქვს 420 მეტრი 100 გრამზე, არის ძალიან წვრილი წინდის ძაფი და ამ ძაფით უნდა მოხდეს ამ ყველა დეტალის გაფორმება. იქნება ძნელი პროცესი, აი ამ წვრილი დელიკატური სამუშაოს კუთხით, თუმცა როგორც კი მეორე ძირითად შეკვეთასაც დავამთავრებ, რომელიც სამწუხაროდ ჯერ არ მაქვს დაწყებული და როგორც დღეს ვნახე უკვე 14 დღეა გასული ერთ თვიდან, ანუ ნახევარი დამრჩა იმ მითითებული დროსი, რაც დამკვეთს გავუჟღერე, ასე რომ პირველ რიგში ამას გადავდებ, დავიწყებ იმ შეკვეთას და ესე განვითარდება ჩვენი შემდეგი ვლოგები. რაც შეეხება აი ამ დეტალს, განიერია ძალიან. მე პირადად ჩემთვის ესეთი განიერ ნივთს არ მოვიქსოვდი, ანუ აი რომ წარმოიდგინოთ, აი ეს არის ბეჭი და აი თითქმის იდაყვამდე ჩამოდის მხარი, არა, ზუსტად იდაყვამდე ჩამოდის მხარი და შესაბამისად აი აქამდე არის აი ეს განიერი. ეს ხელებს დავიჭერ, იდაყვიდან იდაყვამდე არის თავისუფალი დგომისთვის დამატებული სანტიმეტრები. ნუ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრია, თუმცა მე რა უფლება მაქვს ადამიანს რაიმე შევუსწორო, ანუ როგორც შემიპატეს, იმას ვქსოვ. თუმცა ანუ ყოველთვის ვაკეთებთ დასკვნებს, რომ ვთქვათ, ჩემთვის ამას არ მოვიქსოვდი, ანუ ჩემთვის ამ ნივთს მოვიქსოვდი, თუმცა ესეთ განიერს არ მოვიქსოვდი. სავარაუდოდ თავისუფალი დგომისთვის ავიღებდი, რაც აი ამ ჯემპრზე მაქვს, იგივე რაოდენობას და არა ისე როგორც აქ, ანუ იდაყვიდან იდაყვამდე, ეს ძალიან ბევრია. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძაფის ხარჯსაც შემიმცირებდა, ანუ 10 ცალი უკვე მეყოფოდა მთელი ამ კიმონოს მოსაქსოვად, თუმცა ზუსტად იმიტომ, რომ აი ესეთი თავისუფალი დგომისთვის გვაქვს დამატებული სანტიმეტრები, ძაფი მარტო 10 ცალი დიდი ალბათობით დაჭირდება მხოლოდ ტანს, მკლავების გარდა. იმედი მაქვს, რომ 13 ცალში ჩავეტევით, ანუ კიდე 3 ცალს დავიმატებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გრძელი არ უნდა, ოდნავ ჩემზე დაბალია ვინც შემიკვეთა და არ უნდა რომ მუხლს ჩაცდეს ეს ყველაფერი. მაშინ გვაქვს შანსი, რომ მაქსიმუმ 2-3 ცალში, 2-3 ცალის დამატებით მოვახერხოთ ამ ნივთის დამთავრება. თვითონ პროცესი არის ძალიან სასიამოვნო, ძალიან ღუნღულა, რბილი, თბილი, ფაფუკი, თუმცა ამინდებს რაც შეეხება, რადგან ესე ძალიან თბება ნელ-ნელა, ანუ ხელებში ძალიან აღარ მსიამოვნებს აი ამ თბილი ძაფების დაჭერა.
ეხა ბოლო პერიოდი რომ ისევ აგვიცივდა, რა თქმა უნდა, უფრო მარტივი იყო ქსოვა თბილი ძაფებით, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ნელა-ნელა უფრო მეტად დაცხება და აციება თითქმის აღარ გველის წინ. 90%-ია შანსი იმისა, რომ აღარ აცივდება. შესაბამისად, აი ეს ცხელი ძაფებთან ურთიერთობა დიდად უკვე ხელებზე აღარ მსიამოვნებს. მოკლედ, ეს რაც შეეხებოდა აი ამ კიმონოს, ხოლო შემდეგი ლურჯი ნივთი, რომელიც არაერთ ნაწყვეტში უკვე იხილეთ. აი აქ მკლავი არის ჩამოკიდებული მაქვს კარადაზე ეს ჯემპრი და მკლავი ჩანს. ახლა მოვიტან, ახლოდან გაჩვენებთ, მაგრამ მანამდე რაღაც დეტალებს მოვყვები. პირველ რიგში ის რომ როგორც წინა ვიდეოში ნახეთ და აი ამ ნაწყვეტებშიც რაც უკვე იხილეთ, კარგად იყო ნაჩვენები რომ ეს ჯემპრი იქსოვება ერთ-ერთი ჩემი ძველი შეკვეთის ანალოგად, უბრალოდ თავისუფალი დგომისთვის იყო დამატებული სანტიმეტრები, პლუს იყო უფრო გრძელი და უფრო დიდი ზომა, ოვერსაიზი. პლუს ამას ორ წვერში და არის ძალიან თბილი. გადავწყვიტე რომ მოქსოვის მერე, რომ დავამთავრე ქსოვა და მოდით აი აქ ვიდეოში ჩავსვავ როგორ გამოიყურება გარეცხამდე და ახლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება გარეცხილ მდგომარეობაში და გადავიღებ ვიდეოს ჩემზე როგორ გამოიყურება გარეცხვის მერე, იმიტომ რომ უფრო მეტად შესამჩნევი იქნება როგორ შეიცვალა. თვითონ ფაქტურა შეიცვალა იმ კუთხით რომ გახდა უფრო ფუმფულა, უფრო გამოუშვა ეს თავისი ბეწვი. ყველაფერთან ერთად სულ მდგომარეობაში გამოვიყენე აი ესეთი ნატურალური ბეწვის ჩოთქი, რომლითაც დავვარცხნე და უფრო მეტად დავეხმარე აი ამ სიფუმფულის გამოაშკარავებაში, რომ არ ყოფილიყო ეს რაც უფრო ბეწვი რჩება თვლებში ჩაქსოვილი, მით უფრო მეტია შანსი რომ გარეცხვის მერე ეს თვლები იყოს მკვრივი და აი ესეთი გამაგრებული. როდესაც დავეხმარებით რომ ეს ბეწვი გარეთ გამოვიტანოთ, ანალოგიურად შეგვიძლია მოვექცეთ მოხერის ძაფით მოქსოვილ ნივთებს და ნებისმიერ ეს ბეწვიან ძაფებს, უფრო მეტია შანსი იმისა, რომ იქნება დავარდნილი, ელასტიური ნაქსოვი, ქსოვილი თვითონ იქნება უფრო ესეთი ფაფუკი და დამყოლი. შესაბამისად, იგივე ხრიკები გამოვიყენე ამ ჯემპრის დამუშავებისას. მას შემდეგ რაც გაშრა ორთქლის აპარატით დავამუშავე, რომ კიდევ უფრო მეტად მიმეღო ეს დრეკადობის ეფექტი. ახლა მოვიტან, გაჩვენებთ როგორ გამოიყურება დასრულებული და თუ რაიმე ისეთი ნიუანსი იქნა, რაც ჯერ არ მithქვამს ან წინა ვიდეოში ან ახლა, ან ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. მოვიტანე ნივთი და რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე რომ არის მუქი, არც უზორი ჩანს, ეხლა რასაც ვუყურებ კამერაში, შეიძლება მე თვითონ ვერ ვხედავ. არ იკითხება უზორი, არ იკითხება ეს გადასვლები სხვადასხვა ფაქტურიდან. აი, ასე კიდე შეიძლება ჩანს ასე თუ ისე რაღაცეები. მოკლედ, ეს არის დახრილი მხარის პრინციპით მოქსოვილი ჯემპრი ზემოდან ქვემოთ, სადაც ცალ-ცალკე ვქსოვე ზურგი, მოვქსოვე ზურგის არე, იღლის არემდე, მოვქსოვე წინა ნაწილი აქამდე, მეორე მხარი გავაერთიანე და ჩამოვედი იღლის არემდე, გავაერთიანე წრეზე და მოვქსოვე სიგრძე. მერე ამოვიყვანე თვლები მკლავისთვის და მოვქსოვე მკლავი. ესეთი მეთოდით ქსოვას ვასწავლი ზუსტად დახურულ ჯგუფში, იმიტომ რომ რეალურად იქ უზორით ვქსოვთ, მაგრამ უზორის გარეშე იგივე პრინციპია. ანუ ტექნიკა ქსოვის იგივეა და თქვენზეა დამოკიდებული რეალურად რა უზორს გამოიყენებთ მთლიანად წაღმანაქსოვს, ან როგორც აი აქ მე მგონი სიმინდი ქვია თუ სწორად მახსოვს აი ამ უზორს. ნაცნავებს როგორც ჩემ ჯემპრში, ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია, როდესაც ვიცი ტექნიკა და მისი გამოყენება, უკვე გვიმარტივდება, რომ ადაპტირება გავაკეთოთ ნებისმიერ სხვა ნივთზე. აი ესეთი დიდი ზომის ჯემპრი გამოვიდა. აბსოლუტურად ყველა დეტალი, ყელი, მანჟეტები, რეზინი დამუშავებულია აი ესეთი ფარფლები. მოკლედ თუ ვინმე იცით რა ქვია აი ამ დეტალს, როდესაც რუსულ სიტყვას გამოვიყენებ, ვალანები აქვს აი აქ. თუ იცით ქართულად რა ქვია, ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი კომენტარებში, რომ შემდეგში უკვე ქართული სიტყვა გამოვიყენო.
მოკლედ ესეა დამუშავებული აბსოლუტურად ყველა დეტალი, იქნება ეს საყელო, მანჟეტები თუ ქვემოთ რეზინი და ეს იქნა მიღწეული იმით, რომ მთელი ნაკსოვი არის შესრულებული 2 წვერში და როდესაც გადავდიოდი უკვე აი ამ დეტალზე, ერთ წვერს ვდებდი ცალკე და მუშაობდი ერთ წვერში და ამ ერთ წვერში 2 წვერით გაკეთებული თვლები გავყავი, ანუ რეალურად წინა რიგში ხომ თითო თვალი მაქვს 2 წვერში გაკეთებული. ეს ძაფები გავყავი და ამოვიყვანე ორივე წვერიდან თითო თვალი. ანუ ამით მოხდა გაორმაგება, ანუ მე არც ნამატები გამიკეთებია და არც ქვედა რიგიდან ამომიწევია ახალი თვალი, ანუ არაფერი მსგავსი უბრალოდ. თვალი რაც მქონდა მოქსოვილი 2 წვერში, ეს 2 წვერი გავშალე და ერთი წვერიდან ერთი თვალი ამოვიყვანე, მეორე წვერიდან მეორე თვალი ამოვიყვანე. ასე გამიორმაგდა ჯამში თვლების რაოდენობა, რაც მარტივი საქსოვი ნამდვილად არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ წელის არეში დაახლოებით 270 თვალი მაქვს და მას შემდეგ რაც გავაორმაგე ეს თან ჩხირი ხო შევცვალე, რომ წვრილი ჩხირით მემუშავა ერთ წვერში, ანუ წვრილი ჩხირი პლუს გაორმაგებული თვლების რაოდენობა, ანუ 540 თვალი გამომივიდა საბოლოო ჯამში ქვედა ტანზე, 540 თვალი ამ ყველაფერს დამატებული 6 რიგია მოსაქსოვი 3.75 ჩხირით. მოკლედ ძალიან დიდხანს მოვუნდი მარტო აი ქვედა 6 რიგის მოქსოვას, უფრო მეტი დრო ვიდრე სიტყვაზე მთლიანი საყელოს მოქსოვას, თუნდაც თავის თვლების ამოყვანიან ყველაფრიანა. მაქვს გადაღებული პატარა ნაწყვეტები, ახლო კადრები, სადაც შემიძლია გაგიზიაროთ, როგორ გამოიყურება თუნდაც აი ეს დეკორატიული დეტალი და როგორ გამოიყურება თვითონ ძაფი გარეცხვის შემდეგ, რასაც ახლა ჩავთავთ და გადავიდეთ შემდეგ დეტალზე. შემდეგ დეტალზე, რომელიც არის შემდეგი ახალი შეკვეთა. აი ესეთი ძაფით, ეს არის ქაშმირ 16 ფაინი, სადაც გვაქვს 10% ქაშმირი, 80% მირინოსი და 10% პოლიამიდი. კი ბატონო, 50 გრამზე 320 მეტრი, 2 წვერში უნდა მოქსოვო ძალიან დიდი ზომის გრძელი კარდიგანი. და რადგან აი ეს ნივთი უკვე არის დასრულებული შეკვეთა, რის ხარჯზეც გამითავისუფლდა დრო და მაქვს შესაძლებლობა უკვე დავიწყო მომდევნო შეკვეთა, იქნება ეს, რადგან დროში ვარ შეზღუდული. ამ ყველაფერს უკვე დამრჩა 2 კვირა, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ უნდა მოიქსოვოს ზემოდან ქვემოთ, კონკრეტული რეფერენსი იყო ჩემთვის წარმოდგენილი, სადაც არის თლიანობაში, ანუ ერთიანად იქსოვება ძირითადი ნივთი და თავისი დეკორატიული გაფორმების ბლანკა და ეს ყველაფერი რადგან ერთად იქსოვება, ეს ნიშნავს, რომ დამატებით მე ამ ყველაფერზე მუშაობა არ მომიწევს. და ყველაფერთან ერთად, ანუ ეს არის რეგლანი, კარდიგანის რეგლანი უფრო მარტივად იქსოვება და მარტივი გამოსაცვლელია ვიდრე ჯემპრისთვის რეგლანი, იმიტომ რომ ჯემპრის შემთხვევაში აუცილებელია რომ აი ეს საყელო დავსვათ სწორად, რომ აი ეს არ ფუქაჩავდეს უკან და არ იყოს აი ეს ოთხკუთხედი ფორმა არ ქონდეს რეგლანს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ზურგი და წინა ნაწილი ერთნაირი ჩაღრმავებით არის და ნებისმიერ ვარიანტში ზურგი გადაკაჩოს წინა ნაწილს, რაც შეგვიქმნის საბოლოო ჯამში დისკომფორტს. ეს არ ხდება V ფორმის კარდიგანებში. და აქ მაქვს ზუსტად შეკვეთილი V ფორმის კარდიგანი. შესაბამისად, ზემოდან ქვემოთ დავიწყებ ჯერ პლანკის ამოვიყვან სიგრძეზე პლანკას, მე ამ პლანკას ვერტიკალურად ამოვიყვან პლანკაზე თვლებს, გადავანაწილებ რეგლანის ხაზებს, დავიწყებ ნამატების კეთებას
თან იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი დგომა გვაქვს აქ საკმაოდ ისეთი დიდი, დაახლოებით 20-30 სანტიმეტრია ჩართული დამატებითი, ანუ თავისუფალი დგომისთვის შესაბამისად ის ფაქტი, რომ რეგლანის ხაზიც იქნება გრძელი, შესაბამისად პლუს 1-2 სანტიმეტრი როლს უკვე აღარ თამაშობს, შესაბამისად მინიმალური გამოთვლებით შემიძლია გამოვიყენო ნულოვანი რეგლანის გამოთვლები, გავაკეთო მონახაზი, ანძაფით არაერთხელ მომიქსოვია, შესაბამისად ნიმუშის მოქსოვაც არ მჭირდება, იმიტომ რომ ვიცი ჩემი სიმჭიდროვე ამ ძაფში. შესაბამისად, გავაკეთებ, დავიწყებ ქსოვას და ეს იქნება წესით ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პროცესი ტექნიკური კუთხით, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი თვლების რაოდენობით რიგებში და რიგების ჯამური რაოდენობით, იმიტომ რომ არის შესასრულებელი ძალიან გრძელი კარდიგანი თითქმის კოჭებამდე, ანუ მუხსა და კოჭს შორის უნდა იყოს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალბატონის სიმაღლე დაახლოებით 1.80-დან 1.85-მდეა, ნუ წარმოგიდგენიათ, რამხელა კარდიგანი უნდა მოვქსოვო. 25 ცალი მაქვს ესეთი ძაფი, წინა ვიდეოში შემეშალა და ვთქვი, რომ მაქვს 26, მაგრამ მე გადავთვალე და აღმოჩნდა, რომ აქვს 25 ცალი და 25 ცალით უნდა მოვქსოვო ეს კარდიგანი. დარწმუნებული ვარ, რომ მეყოფა, დიდი ალბათობით შეიძლება 2 ცალი დამრჩეს კიდევაც, მაგრამ როგორც მითხრეს, არ არის პრობლემა და ამ დარჩენილ რაოდენობა ძაფებსაც რაღაცა გამოყენებას მოგუძებნით. შესაბამისად, შემდეგი პროექტი იქნება ეს. და ყველაფერთან ერთად აუცილებელია ჩემი მხრიდან დღეს მოხდეს ვიდეოს გადაღება, როგორ ამომყავს თვლები ჯემპრზე, რომელსაც დაახლოებით ჯგუფში ვხსოვთ, რომ იქ ვინც ჩემთან ერთად ქსოვს, რომ მივატოვე, პირველ რიგში ბოდის გიხდით. მერე, ანუ შეძლონ გაგრძელება თავიანთი პროცესების, ანუ ძალიან გამეწელა დროში აი ეს ამ ვიდეოს გადაღება, თუმცა ვინც ახლა შემომიერთდით, თქვენთვის ბევრად უფრო მარტივია ეს პროცესი, რადგან ძალიან დიდი რაოდენობა ვიდეოების უკვე დევს, რის მიხედვითაც შეგიძლიათ იმუშაოთ და როდესაც აი ამ კლავის ვიდეოს დავდებ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მას დროისთვის ჯერ ვერ მოასწრებთ დანარჩენი ვიდეოების მიხედვით ქსოვის დამთავრებას. შესაბამისად, ყველაზე კარგ სიტუაციაში ხართ თქვენ იმათთან შედარებით, ვინც პირველივე დღიდან ჩემთან ერთად ქსოვდა ამ ნიუტს. შემდეგი, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, ეს იქნება კითხვაზე პასუხი და კითხვა ჟღერდა თუ სწორად მახსოვს ვინ არიან ჩვენი მაღაზიის მომხმარებლები, რა კატეგორიაა და რა ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით ესე ჟღერდა კითხვა. პირველ რიგში მაღაზიის მომხმარებლები არიან ძალიან სხვა განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, მაგრამ აბსოლუტურად ყველა არის სრულწლოვანი იმქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ლუქს ხაზის ძაფებია შესაფერისი ფასებით და არასრულწლოვნები თუ მაინდა-მაინც მშობლებთან ერთად არიან ჩვენი ვიზიტორები. რაც შეეხება მოსწავლეებს, ესეც ვერ გეტყვით რაიმე კონკრეტულ ასაკს, მინიმალური გვაქვს 8 წლიდან და მაქსიმალური ყველაზე ასაკიანი ქალბატონი ვინც კი მყავდა, ეს იყო 68 წლის ქალბატონი, რომელმაც კურსი აიღო ჩემთან და ისწავლა გამოთვლების ჩატარება, რეგლანი და აი ესეთი კონსტრუქციით ჯემპრის ქსოვა, ასე რომ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია გვყავს. ყველაფერთან ერთად ან ფინანსური კატეგორიაც შეგვიძლია მოვიაზროთ და ესეც ძალიან ისეთი მრავალფეროვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან პროდუქციის ძაფებს თუ ვიგულისხმებთ, ანუ ყველაზე დაბალი ღირებულების ძაფი ჩვენთან არის 10 ლარი და ყველაზე მაღალი ღირებულების ძაფი არის ქაშმირი, სადაც არის 100 გრამზე 94 ლარი. ასე რომ ყველა ადამიანს შეუძლია იპოვოს თავისი გემოვნებით და ბიუჯეტის შესაფერისი ძაფი და ყველაზე მთავარი, მაგალითად აი ეს ძაფი. თუ სწორად მახსოვს, ღირს 26 ლარი და 4 თეთრი. 26 ლარი ვთქვათ. ჯემპრზე მე პირადად ჩემთვის რომელსაც ვიქსოვდა, აქ მაქვს, იმიტომ რომ კლავის დარღვევას გეგმავდი და თავიდან დაწყებას. აი ესეთი საყელოთი ჯემპრი, რომელსაც ვიქსოვ. თხელი აი ესეთი პლუს მინუს აი ესეთი ტექსტურა იქნება, უბრალოდ უფრო მომდგარი ტანზე როლინგის მაგვარი, უბრალოდ ყელი მრგვალი, აი ამოწეულის გარეშე. ჯამში მჭირდება 4 ცალი, რაც არის
104 ლარი და 104 ლარად მე მსგავსი ნატურალური შემადგენლობის მქონე ნივთს ვერც ერთ მაღაზიაში 104 ლარად ვერ ვიყიდე. პლუს ამას ჩვენთან არის ფასდაკლებების პრინციპი, სადაც გავთან 5%-იანი ან 7%-იანი ფასდაკლება, რომელიც ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შეძენილ პროდუქციაზე და ეს კიდევ უფრო მეტად ამცირებს ღირებულებას. და ყოველთვის გადამყავს ხოლმე კალკულაციას ვაკეთებ, ნივთი რა მიჯდება ამ ნივთის მოქსოვა, ანუ რა მიჯდება ძაფი, იმიტომ რომ მე თვითონ ვქსოვ და ამ ღირებულებაში შემიძლია თუ არა მსგავსი შემადგენლობის რაიმე უკვე მზა ნივთის ყიდვა და ხშირ შემთხვევაში და 99%-ში არ შემიძლია. შესაბამისად, ჩემთვის ლოგიკური ხდება, რომ მირჩევნია გადავიხადო ძაფში ცოტა უფრო მეტი, ვიდრე სხვა მაღაზიები თავაზობენ ძაფებს და არის უმეტესწილად სინთეტიკა და მოვქსოვო ნივთი, რომელიც იქნება მართლა ხარისხიანი, მართლა ლამაზი და იქიდან გამომდინარე, რომ მე თვითონ ვქსოვ, ან მართლა ის იქნება, რაც მომწონს, ჩემი ზომა, ჩემთვის კომპლიმენტალური უფრო მეტად, რომ მომიხდეს, ფერი მომიხდეს, ზომა მომიხდეს, მკლავის სიგრძე იყოს ზუსტად ის, რაც მე მინდა და არ მიწევდეს რაღაცებთან დათანხმება, მარტო იმიტომ, რომ არ მაქვს სხვა ალტერნატივა, იმიტომ რომ მაღაზიაში ნაყიდ ნივთებზე ხშირ შემთხვევაში ეგრეა, მაგალითად მოკლე ნივთია, მაგრამ აქვს ძალიან გრძელი მკლავი, ანუ ვისთვის არის ესეთი გაკეთებული, არ ვიცი. ასე რომ ზუსტად მსგავს ნიუანსებთან რო არ მიწევდეს შეტაკება, მირჩევნია რომ რაღაცები მოვიქსოვო მე თვითონ. პლუს ამას ეს რა თქმა უნდა ტრიკოტაჟის ქსოვილებს არ ეხება, ეს ეხება უფრო მეტად აი ჯემპრები, კარდიგანები, შარფები, ქუდები, ხელთათმანები, წინდები, ანუ რაც უნდა იყოს მართლა თბილი და მართლა ზამთრისთვის. ეხლა უკვე მithumetes ძაფების იმდენი სახეობა გვაქვს ბაზარზე, რომ ზაფხულის ქსოვაც ძალიან მრავალფეროვანი გახდა. შეგვიძლია მოვიქსოვოთ როგორც ზაფხულის სარაფნები, ტოპები, საცურაო კოსტუმები, შეგვიძლია მოვიქსოვოთ ჩანთები, პანამები, სხვადასხვა აქსესუარები ზაფხულისთვის, ასე რომ ეს ყველაფერი იმდენად ხელმისაწვდომი გახდა და თითქმის ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე შესაძლებლობა შეიძინოს მართლა ხარისხიანი პროდუქტი, რომ სხვა არ ვიცი მართლა რა დავამატო. გავაგრძელებ აი ამ რუბრიკას კითხვებზე პასუხი, თუ რაიმე კითხვა გექნებათ ჩემთან, ძალიან დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ და უფრო მეტად გავიცნოთ ერთმანეთი აი ამ ფორმატში და ასე რომ თუ რაიმეზე ჩემი აზრი გაინტერესებთ, პირველ რიგში მადლობა რომ ჩემი აზრი გაინტერესებთ და მეორე ან სიამოვნებით გაგიზიარებდით და ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხებზე. ასე რომ გელოდებით კომენტარებში. ახლა დაგემშვიდობებით და იმედი მაქვს რომ შევხვდებით მომავალ ვიდეოში, სადაც ვისაუბრებთ ისევ ქსოვაზე, ისევ პროცესებზე, ისევ ძაფებზე, როგორც ხედავთ ამ ვიდეოში მხოლოდ ერთი შენაძენი მქონდა, შესაბამისად ვცდილობ რომ მაქსიმალურად თავი შევიკავო ახალი ძაფების შეძენისაგან, ასე რომ იმედი მაქვს საინტერესო იყო ეს ვიდეო თქვენთვის, გემშვიდობებით და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.